კვირას 10 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღევლინა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია სამარიტელის კვირას აღნიშნავს. ეკლესია დღევანდელ დღეს მოიხსენიებს წმინდა მოციქულსა და მღვდელმოწამე სვიმეონ სუფლის ნათესავს და მართალ ევლოგი უცხოჩემწყნარებელს. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრამ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შეომაღავლინა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ქრისტე აღდგა. ყოვლად სამღვდელონო, დემთავარნო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება სამარიტელის კვირა. ვინაიდან სახარებიდან იკითხება საუბარი უფალ იესო ქრისტესი სამარიტელ დედაკაცთან, იაკობის ჭასთან მოხდა ეს საუბარი. საიდანაც ჩანს, რამდენად ლმობიერია უფალი ადამიანების სისუსტეებისადმი, უძლურებისადმი და რამდენად ძვირფასია მისთვის ყოველი ადამიანი. ამ სამარიტელ ქალს მაშინდელი ებრაელების აზრით ყველაფერი ქონდა არასწორად. სარწმუნოება ქონდა უმართებულო, რომელსაც იუდეველები არ ღებულობდნენ, მოგეხსენებათ შერეული სარწმუნოება ქონდათ. ეროვნებითაც იყო მიუღებელი მათთვის. ებრაელები სამარიტელებთან საერთოდ არ კონტაქტობდნენ, არც კი ესალმებოდნენ, არათუ არ ურთიერთობდნენ. და უფალი იესო ქრისტე ზის ამ უცხო ქალთან ერთად, მის გვერდით, იაკობის ჭასთან და საუბრობს. და როგორც ხშირად გაუკეთებია მას, არ იქცევა ისე, როგორც მიჩვეულები იყვნენ გარშემო ადამიანები. იმიტომ რომ იმჟამად გზაზე უცხო ქალთან საუბარი კაცისთვის სრულიად მიუღებელი რამ იყო. ამიტომაც როდესაც მოციქულები მოვლენ და ამას დაინახავენ, ძალიან უკვირთ ეს ამბავი. და მით უმეტეს რომ ამ ყველაფერთან ერთად უფალი მას ელაპარაკება ისეთ საკითხებზე, რაზეც ჯერ თავის მოციქულებთანაც კი არ უსაუბრია. იწყებს საუბარს სიტყვებით წყლის შესახებ, რომელსაც უფალი იძლევა. და ამ წყალს ხატოვნად უწოდებს ცოცხალ წყალს, რომელიც მარადიულ ცხოვრებაში მიედინება. და ამბობს, რომ ვინც შესვავს ამ წყალს, უკუნისამდე არ მოსწყურდება. და ეს წყალი მასში, იმ ადამიანში გადაიქცევა იმ წყაროთ, რომელიც მიედინება მარადიულ ცხოვრებაში. და რა წყალია ეს? რა ცოცხალი წყალია? ეს არის ცოცხალი წყალი, რომლითაც ფერსიცვლის ადამიანის ცხოვრება, რომლითაც მარცხდება ის ბოროტება, რომელშიც დანთქმულია ეს ქვეყანა და რომლითაც სიკვდილის დამარცხებაც კი შეიძლება. მას ჩვენ უწოდებთ საღვთო მადლის ძალას, ან სულიწმინდის მადლის ძალას. და ეს ძალა გახლავთ თვით ღმერთის მოქმედება, მისი ენერგია. ამდენად ის არ არის შექმნილი ღმერთის მიერ, ქმნილება არ არის, არამედ მარადიულია. ღმერთთან არის მარადიულად. და ვისაც ეს მადლი ეძლევა, ამ მადლს შეხავს მარადიულ ცხოვრებაში და აერთებს ღმერთთან. ამიტომ ამბობს უფალი, რომ ამ წყაროდ გადაიქცევა, რომელიც მიედინება ამ მარადიულ ცხოვრებაში. და უფალი ჩვენი იესო ქრისტე
სულიწმინდის მადლის შესახებ საუბრობს წმინდა სახარებაშიც, აი 60 ქულოშიც არის საქმე მოციქულთა იწყება ასე რომ თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა თქვენზე სულიწმინდა. და სხვაგან ამბობს რომ უმჯობესია რომ მე წავიდე, რადგან თუ არ წავალ, ნუგეშინის ცემელი ვერ მოვა თქვენთან, ხოლო მე თუ წავალ, მოგივლენთ მას. ასეთ სიტყვებს ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ჩვენი ეკლესიის სწავლებით სწორედ ამ მადლის მოცემისთვის განკაცდა ღმერთი და დაითმინა საშინელი ჯვარცმა და სიკვდილი, რომ ეს მადლი მოეცა ჩვენთვის. და მხოლოდ ამ მადლით შეიძლება ბოროტების დაძლევა და წმინდა მამების სწავლებით ქრისტიანობა სხვა არაფერი არ არის თუ არა აი ამ მადლის მოხვეჭისკენ სწრაფვა და მიზანია ქრისტიანული ცხოვრების ამ მადლის მოხვეჭა. ასე რომ აი ძვირფასო ძმებო და დებო, ამ ცოცხალი წყლით შემოდის ჩვენში ყველაფერი, რაც ყველაზე ძვირფასია, ყველაზე საჭიროა ჩვენთვის. ეს არის შვიდობა, სიმართლე, სიხარული სულიწმინდაში. და მხოლოდ ამ მადლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს სასუფეველი ღვთისა თავის თავშიც და მის გარშემოც. კიდევ ერთხელ გილოცავ დღევანდელ დღეს და აი მინდა დავძინო რომ მხოლოდ ამ მადლის მეშვეობით შეიძლება ჩვენ ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას ჩვენ. ეს არის დიდი გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა და ვევედროთ ჩვენ უფალს, რომ მოგცეს ეს მადლი, ეს ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი, ღვთის ნებით ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო და ისევე როგორც აი 59 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე მოხდა და აღსრულდა ჩვენს ეკლესიაში და ჩვენს ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყო საწინდარი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა. ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთის მსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობის და გაერთიანების მსახურების და თავგანწირული მსახურების. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ. ქრისტე აღდგა.